კახიძე 6 წელი. სწავლობ მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და ჭადრაკი. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 2 წელია თამაშობ პორტულში. ჩემი მწვრთნელია ზაური კეკელიძე. ის არის შვიდი ხიარული და ნერვიული. როდის ნერვიულობს და როცა ბავშვი შეშინია ფეხბურთის თამაში. მე ვარ ვაშკაცი ბიჭი და არასდროს არ მეშინია. მე თამაშობ ცენტრალურ ნახევარმცველის პოზიციაზე. ჩემი მთავარი მოვალეობა არის ასისტის გაკეთება. ყველაზე კარგად გამომდის დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს თავით თამაში. ჩემს კარიერაში მაქვს 175 გოლი გატანილი. 1 გოლი გამომიწვა ყველაზე ლამაზი. კუთხური ჩაწოდეს და თავით გავიტანე. პატარა კარიერაში თამაშობდით და მეკარე არ იყო. მაგრამ მაინც ლამაზი და რთული გოლი გავიტანე. საყვარელი ფეხბურთელია მესი. საყვარელი გუნდია ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშო 23 ნომერი. 4 წელს ვიყავი, როცა გადავწყვიტე ფეხბურთელობა. ბავშვობაში მინდა რომ გამოსულიყავი ხალხი. მე ვაპირებ ფეხბურთს ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მეხანძე. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ყავს კაი კლასელები და კაი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ანა ხვედელიძე. ყველაზე ჭკვიანი და ლამაზია კატო კეკელიძე. ყველაზე მშვიდია ნიტა ფახურიძე. ყველაზე ცელია გაბრიელ გორგილაძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური, მეგობრული და კეთილი. ვარ სიმპათიური და მყავს ლამაზი შეყვარებული. ჩემი შეყვარებული არის ლამაზი ჭკვიანი ცისფერთვალება და მეგობრული. სოფლო მოიყვა ვიქნები 23 წლის. შვილებს დავარქმევ ნიას, მარიას და გიორგის. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი წიგნია დედაენა. საყვარელი მასწავლებელია მედია ჩუბინიძე. იმიტომ რომ კეთილია და გვეხმება ხანდახან. ხანდახან კაცვიცარი და იდე კეთილიც არის. მინდა მედია მასწავლებელი იყოს ჩემი მეზობელი. იმიტომ მინდა რომ უფრო ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან. სახლში ვცხოვრობ მე, დედიკო, მამიკა და 2 და. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. ჩემი და არის 19 წლის და ქვია ელენე. ის არის სტუდენტი, კეთილი. ხან კი ლოგინში რა დავწევით ერთად კომპიუტერს ვუყურებთ. ხან გვეხმარება და ერთად თამაშობთ. ჩემი საყვარელი თამაშია მგელობანა. ჩემი ნება რომ იყოს ავკრძალავდი კაზინოს. იმიტომ რომ რო ითამაშებ თუ წაგებ ფულს წაგართვენ და თუ მოიგებ მოგცემენ. მეორე და არის 12 წლის და ქვია ანასტასია. ის არის ლამაზი, ჭკვიანი და პრანჭია გოგო. ჩემი ჰობია მისი ნევრების მოშლა. მამიკო არის ჩემსავე ჭკვიანი, მხიარული და ხანდახან მეთამაშება ფეხბურთს და ჭადრაკს. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ არიან ცოლ-ქმარი. საჩუქრებს ჩუქნის და კარგ სიტყვებს ეუნება. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და სულ მეხუტება. მე ასევე მიყვარს ჭადრაკის თამაში და დავდივარ ჭადრაკის წრეზე. ჭადრაკის თამაში შემაყვარა მანანა ბებია. მითხრა ჭადრაკზე შეგიყვანო და მივიცოდი რომ დამკასავით იყო და მუთხარი კი და კაი შემიყვანა. მე ვისწავლე უკვე, მაგრამ მას ვასწავლი, მაგრამ ვერ იმახსოვრებს. ჩემი საყვარელი ფიგურა ეტლი. მე მინდა გავხდე საქართველოს ჩემპიონი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, სამყაროს გავალამაზებდი. როგორ და ვიტყვიდი აბრაკადაბრუ,
და გალამაზდებოდა. ყველგან იქნებოდა ღიმილიანი ხალხი და ლამაზი ყვავილები. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია მაჯის საათი. ჩემი მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ გქონდეს? მე მაგალითად მინდა გქონდეს ფრენის სუპერძალა. ფრენების შემეძლოდ აქედან პირდაპირ გავფრინდებოდი ავსტრალიაში. ბედნიერება არის დედიკოს რო ეხუტევი, ფეხბურთის თამაში და მამიკოს რო ჭადრაკს ვეთამაშები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.